სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა ოზურგეთში საჯარო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი ძირითადი ხარვეზები და გაცემული რეკომენდაციები განიხილეს. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს აუდიტის სამსახურის ახალი ინოვაციური ვებ-პლატფორმის ბიუჯეტის მონიტორის შესახებ ინფორმაცია გააცნეს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია თითოეული მუნიციპალიტეტების შემოსავლების, ტრანსფერების, ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების და გაცემული რეკომენდაციების შესახებ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შედგა შეხვედრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და გურიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დამსვე საზოგადოებას გავაცანით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად რა სისტემური დარღვევა-ნაკლოვანებები გამოვლინდა და რა სახის რეკომენდაციები გავეცით ამ კონკრეტულ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით. ანუ სტატისტიკის სახით რომ ვთქვათ 2016 წელს 17 მუნიციპალიტეტის შემოწმება განხორციელდა, შევამოწმეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი და გამოვლინდა 400 მილიონ ლარზე მეტი დარღვევა-ნაკლოვანებები, რომლებზეც გავეცით შესაბამისი რეკომენდაციები. დღეს საუბარი გქონდა სისტემურ დარღვევა-ნაკლოვანებებზე, რაც ვთქვათ განმეორებადია, რაც სისტემურ ხასიათს ატარებს და რომლების გამოსწორებაც შესაბამისი რეკომენდაციებით არის შესაძლებელი. საჯარო განხილვები სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და USAID-ის პროგრამა კარგი მმართველობის ინიციატივის პროექტის აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ფარგლებში ხორციელდება.